თუ ამ ბოლო პერიოდში ქართველებს რაღაცა ეროვნული სიამაყის შეგრძნება ჩვენ რაღაცით გაგვაჩნია, აი ეს არის სწორედ ეს ვარსკვლავთ ბიჭუნა. აი ყველა შაბათ-კვირა ქართველი კაცი ელოდება იმას, რომ ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. ადრე თუ კი ბავშვები დარბოდნენ ბექჰემის, რონალდოს, რონალდინიოს მაისურები, დღეს თბილისის ქუჩებში დარბიან ხვიჩა კვარაცხელიას მაისურები. აი ახლა გამოვიდნენ ჩვენი ფეხბურთი, ვერავინ ვერ შეძლო ის, რაც ამ კაცმა ფეხბურთი შეაყვარა ბავშვებს და გახდა ვარსკვლავი მთელი მსოფლიო მასშტაბის. და კაცი ტიტულოვანი, რომელმაც ეხა საფრანგეთის ჩემპიონობა მოიგო, ალბათ იტალიის ჩემპიონიც გახდება და ჩემპიონთა ლიგის მფლობელიც გახდა შეიძლება და მართლაც სასწაულები და საქართველოს ნაკრებში ძალიან წარმატებულად თამაშობს. და კაცი არის ასევე აი პიროვნულადაც არის ძალიან დადებითი პიროვნება. და ესე იგი, ამ კაცთან დაკავშირებით აწყდა აჟიოტაჟი. ესე იგი, ჩემთვისაც არ იყო თლათ ეხლა სიმართლე რო გითხრა, არ არის სასიამოვნო, რომ აი ეს ცისარტყელას ფერებიანი აი რაღაცა ნიშანი ჰქონდათ მის, მაგრამ ეს მარტო მას ხო არ ქონია, მთელ გუნდს ჰქონდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი არაფერს არ ვამართლებ, მე ფაქტს ვიძახი ერთს, რომ მაშინ იყო 17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეც აღნიშნა მსოფლიო და ყველას ესე იგი ეს ფორმები ჩააცვეს. ესე იგი გადაუარეს ამ ბიჭს, რომელიც აი მე მინდა განახოთ კადრები, რომელიც თამაში რო იწყება, ნახეთ აგერ, ლოცვით იწყებს ყველა თამაშს, გამოდის, ყველა თამაშს ლოცვით იწყებს. პირჯვრის გადაწერით იწყებს თელ თამაშს და პირჯვრის გადაწერითვე ამთავრებს ყველას. რითაც გამოხატავს თავის ეს ახლა ხალხის დასანახად ხო არ აკეთებს ამ ყველაფერს. და კაცი არის ბოდბის მონასტერში ყოველთვის ჩამოდის და არ ვიცი, ასე მგონია რომ ალბათ ჩვენი დედაოებიც ყველა თამაშს უყურებენ, იმიტომ რომ აი ხშირად სტუმრობს და აი ძალიან საყვარელი ადამიანი. და კაცი არის მართლა ქრისტიანი კაცი. არასდროს არ დაუჭერია ამ სოდომისტების ხარეს და ღმერთმა დაგვიფაროს რომ დაუჭიროს. ბიჭო, რაღაცა გავიგე, მე დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამაზე კომენტარსაც გააკეთებს, რომ რა მოხდა, როგორ მოხდა. ეხლა სვის ომში ყველა ბრძენიაო. ეხლა ამბობენ, რომ აი იმ ტურში ვიღაცა სერბს ლიონის გუნდში, აი რაღაცა თეთრად გადაუღებია თუ რაღაცა დაუფარია თეთრი ფერით ის ცისარტყელას ფორმა და აი ხვიჩასაც ხო შეეძლო ეს ყველაფერი და რატო არ გააკეთა. ვიცით რა არის? ჩვენ გვიყვარს, საერთოდ მე ესეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ქართველებს არ გვიყვარს ვინმეს თუ ავტორიტეტი აქვს და უნდა გავანადგუროთ ეს ავტორიტეტი. აი რომც შეცდომა ყოფილიყო, შეიძლება აი ესეთ ადამიანს, რომელიც პატრიარქის მუდმივი სტუმარია, რომელიც ესე აი ისეთი სიტყვები შეამკორო, ჩემთვის ეხლა ეგ ნოლია, ეგ ყოფილა იმისი, რა ქვია, ორი ბატონის მსახური და ეს ყოფილა ესე იგი ფარისეველი. ბიჭო, ეს თუ არაფერი ცხოვრებაში არ გაგიკეთებია, დღედაღამე Facebook-ში ათენებ და აღამებთ. ამ კაცმა საქართველოს მიმართ გააჩენა ინტერესი. ნეაპოლში ჩადიოდა რეისები, სრულდებოდა ლამის დღეში ორჯერ, ხალხი ჩადიოდა. და ეს კაცი არის საქართველოს ელჩი. იქ უამრავი ქართველი რო ცხოვრობს იტალიაში თუ საფრანგეთში, აბედნიერებს ეს ადამიანი იქაურებს და აქაურებსაც. რა გინდათ ერთი რატო გაქვთ აი პატრიარქს აქვს ნათქვამი რომ ჩვენი უბედურება ეს რადიკალიზმი არის ადამიანს თუ შეეშალა თქვათ და ჯერ მე ვფიქრობ ახსნა განმარტებასაც გააკეთებ უნდა გადაუაროთ და ჩაწიხლოთ უნდა ბოლომდე რა უბედურება გჭირთ ვინახათ რა გაგიკეთებიათ ამ კაცის 1% მაინც ხო და იმის მაგივრად გამოსულიყავით გეთქვათ რომ აი ჩვენ არ მოგვეწონა მისი ეს ქმედება და იქნება აი შემდგომში გაითვალისწინოთ ასეთი პათოსით რომ ვინმეს რაღაცა ეთქვა ხმას არ ამოვიღებდი გადახედებ სოციალურ ქსელს ესე იგი გამოიყვანეს ეს კაცი ლამის იმათ რა ქვია გიგაბოკერია და ლამით ესე იგი იმათ რა ქვია სოდომისტად გამოიყვანეთ ეს კაცი რა შეიძლება კაცთან ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო აი მაინტერესებს არ გაგიხარდებათ ჩემპიონთა თასი რო აწიოს ამ კაცმა ეხა აი რა განწყობით უნდა იყოს ხო მივა ეს მასამდე და იტყვია რომ აი ქართველების დიდი რაღაც ნაწილი აი ესე შენ შეურაცხყოფა აი ერთი რამე იცოდეთ ტყვიაზე უფრო ესეთი მწარე არის სიტყვა და ეს სიტყვები რო აი ესეთი განცხადებები რომ მიდის აი არაგცხვენიათ ხალხო არაგცხვენიათ კაცი რომელიც მთელ საქართველოს აბედნიერებს კაცი რომელმაც ბავშვებს შეაყვარა ფეხბურთი კაცმა რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა საქართველოს ნაკრებს
რომელსაც ჩვენ ვერც დაგვესიზმრებოდა მრავალი 10 ჯერ უფრო შეიძლება ვიღაცა ნიჭიერი ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს, თაობები მოდიოდნენ ნაკრებში და ვერავინ ვერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა საქართველოს ნაკრები. და ამ კაცმა მიაღწია იმას, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ხვიჩაზე. თქვენ წარმოგიდგენთ, ჩვენზე დიდი ერებია და არ ყავთ ესეთი მასშტაბის ვარსკვლავი. და ეს შეურაცხყოფა შეიძლება ადამიანის რა სიტყვებითაც თქვენ აი ამ კაც შეურაცხყოფთ? არ მინდა ხა გამეორება, იმიტომ რომ ამ გადაცემას დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახულობს და შეიძლება ხვიჩამაც ნახოს და არ მინდა ეხლა ეს თქვა. შეიძლება აი თქვენ ის ხალხი ხართ, თქვენ რომ იმ პერიოდში გეცხოვრათ, უფალი რომ აი მაგალითად იქ მიდიოდა მეძავეებთანაც რომ ქადაგებდა იმ თავის ქრისტიანობას, იტყოდით რომ როგორ მივიდა უფალი იმასთანო. ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო, ნათქვამი, ეხლა მე რადიკალური ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართლა სოდომისტებია, მაგრამ შეიძლება კაცი ჩაწიხლო ერთი რაღაცის გამო, კაცო, შეიძლება. და ვიღაცები წერენ, მე გაოცებული ვარ ზოგიერთისგან არ ველოდი, კაი ეს გზააბნეული ხალხის მეტი, ისეთი ხალხი წერს ზოგიერთი ასეთ რაღაცებს, აი მართლა გაოგნებული ვარ. და რა გინდათ იმ თაობასაც მოუსპოთ სიყვარული. საქართველოში არ უნდა იყოს ავტორიტეტული ადამიანები. მე მახსენდება აი კახი კალაძე, რომელსაც თავისი ძმა შეეწირა იმ თავის კარიერას. ძმა მოიტაცეს, რომ მე რაღაცა იქ თანხას ითხოვდნენ და მახსოვს იტალიის ნაკრებთან რომ გამოვიდა, თვალცრემლიანი გამოდიოდა ის ძმის ამბავი და კაცმა რაღაცა იქ რაღაცა არ წარიმართა ის თამაში კარგად იტალიასთან და 2 ავტოგოლი და იმას ახსენებენ, ვითომ ამ კაცს 2 ჩემპიონთა თასი არ მოეგო, იტალიის ჩემპიონი არ გამختارიყო და მთელი ცხოვრება იმას ახსენებენ, რომ აი შენ კარში გოლი გაიტანეო რა. და რაც კახის ბედნიერება აქვს მოტანული ქართველი ხალხისათვის. არა, ერთი, ესე თქვენ ვინ ხართ, რა ცხოვრებთ, თქვენ არ გაქვთ შეცდომები? ერთი მაინტერესებს, აი 0.01% მიაღწიეთ იმისი, რაც ხვიჩამ მიაღწია. რატო ხართ ასეთი დაუნდობლები? რატო გეზიზღებათ ასე წარმატებული ადამიანები? ერთი პოლიტიკოსი მყავდა ჩართვაში და აი ამ ნაკრებზე თამაშობდი. რა გააჭირვეთო კაცო ამ ფეხბურთითო. ვითომ პოლიტიკაში გვაქვს წარმატებები რომ ვილაპარაკოთ, ნეტა არ მქონდეს სხვა რამეზე ვილაპარაკებდი. ესე იგი ხალხს უკვე აღიზიანებს, გესმით, წარმატებული ადამიანები და წარმატებებიც აღიზიანებთ. საქართველოში ფეხბურთი რელიგიის ტოლფასია, რელიგიათ არის რამით ქცეული, იმიტომ რომ ადამიანები არ ვიცი ხა იმ დინამო ვინც ახსოვს 91-ის აფანატებდნენ და ჭკუიდან და ეს წარმატებაც რომ მიაღწია, ჭკუიდან გადავიდა ხალხი. და გინდა, აი ახლა ეს კაცი რო ჩამოვა საქართველოს ნაკრებში, აი რა განწყობით უნდა ჩამოვიდეს, მე ამ აი ვერ გავიგე, რა ექთა ტიტველი გამოსულიყო იმ ქიმაზე ეთამაშა და თუ კი რაღაცას იზამდა დასანქცირდებოდა, მე კი არ ვამართლებ ხალხო, მაგრამ მოусმინოთ, იქნება ამ კაცს რაღაცა სათქმელი აქვს, ჩვენთვის ესე გადავლა შეიძლება ყველაფრის და ესეთი ეპიტეტები ჩემპობა ამ ადამიანის. მიამაყება რომ ხვიჩა კვარაცხელი არის ქართველი, მიამაყება ოჯახიშვილი რო გამოდის ჯერ შვილთან ერთად, რა ჰომოფობია ის დღე იყო, ზუსტად თავის შვილთან ერთად ჩავიდა მოედანზე ცოლთან ერთად და აი ეს ამით მოულოცა ქართველ ხალხს, თავისი ოჯახით მიულოცა ზუსტად რა. და არ შეიძლება ესეთი რადიკალიზმი, რატო გვეზიზღება ერთმანეთს ქართველები, ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი ვართ, ხო? თუ რაღაცა არ მოგწონს, მოდი რა, ცოტა სხვანაირად მიუდგეთ ადამიანებს, სხვანაირად ველაპარაკოთ, არ შეიძლება ესე, არა. შეცდომები თუ ვინმეს მოსდის, კიდევ ვაპატიოთ ეს შეცდომები, თუ ვინმე რაღაცა დაუშვა შეცდომა, ხო? ვიღაცა სერბმა თურმე იმან და რატო არ გააკეთა ესა რა? აი სერბი გირჩევნია თქვენ და მაინტერესებს ერთი აი ეს სიხარული რაც ამ კაცმა მოუტანა, ესე იგი ეს არაფერია, ეს ბავშვები რომ შთაგონებულები არიან, ეს საქართველოს დროშა რო ფრიალებს აი ამ უდიდეს ფორუმებზე, ეს არაფერი არ არის ხო ამ კაცმა რაც მიდი აბა მიაღწიეთ ამ წაბა, რატო ვერ აღწევს ვერც ერთი ქვეყნის ბევრი ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენლის შვილი აი ამ წარმატებას რასაც ხვიჩამ აღწევს. ესე მე არ ვიცი, შეიძლება ისე დადგეს პერიოდი რომ აი იმ ჩვენთვის სათაყვანებელ დიდ ფეხბურთელებზე მაღლა დადგეს, იმიტომ რომ ჯერ ამდენი წლის არის და უკვე ამხელა წარმატებები აქვს ამ კაცს. ამიტომ მე ერთ რამეს მოგიწოდებთ რა, ნუ ხართ ასეთი დაუნდობლები რა. მარტო ხვიჩას მიმართ კი რა, სხვების მიმართაც, სადაც ქართველების რატო ხართ? და თან ქრისტიანობაზე რო აქვს პრეტენზია, რომ ვითომ ეს ქრისტიანობაა ეს ჯვარი აქვს გამოსახული, იგინებიან, ილანძღებიან, ვიღაცის პოზიცია არ მოსწონს, დედა
მზას ჩიგინებია, ეს არის ქრისტიანობა, ამას გვიქადის ჩვენ ქრისტიანობა, ამას მოგვიწოდებს? თუ ის რომ რაღაცა შემწყნარებლები ვიყოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს რაღაცა და ისა და არ გადაუაროთ ერთმანეთს ესე რა. ვით უმეტეს კაც ეხა ვიღაცა შეიძლება კაშიაზე ჩვენ გქონდა იმიტომ რეაქცია, კაცმა პირდაპირ მოუწოდა რომ ეს ჰომოფობია და რაღაცა და ერთხელ არ გამოსულა ეს კაცი და არ უთქვია რომ მე მაგალითად რაღაცა იმ სოდომისტებს უჭერს, ერთხელ არ ყოფილა ეს. ერთხელ არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ ეს არის ფეხი ტერფამდე ქრისტიანი და ნამდვილი ჭეშმარიტი ქართველი. ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი ქართველები გვიმრავლოს ნეტამ, ლავლად ყავდეს კიდე. ამიტომ ეხლა არ შემეძლო ეს გადაცემა ამით არ დამეწყო, იმიტომ რომ ძალიან აღშფოთებული ვარ, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება გქონდეს. ჩვენ მართლა ადამიანები გვიყვარს ქართველებს, გარდაცვლილები. ვინმე რომ მოკვდება, რა კარგი კაცი იყო და რაღაცა, მე ვიცით დაფასება და სანამ ცოცხალია გულს მოუკლავთ. და ტყვიაზე უფრო მძიმე არის კიდე ერთხელ მეორე, როდესაც ესეთ ფრაზებს ხმარ. ჩემთვის ეგ ნოლია, თურმე ფარისეველი ყოფილა, ეს რა გააკეთა. მოდით რა მოусმინე ჯერ ადამიანი რო წარსდგება სასამართლოს წინაშე, იმასაც კი აძლევენ სიტყვას, თავი თქვას რა შეედება. მოусმინეთ რაში იყო საქმე, რატო ვერ აიცილა ეს ყველაფერი? იქნებ დისკვალიფიკაცია იმუქრებოდა, იქნება ვერ ითამაშებდა იმ ჩემპიონთა ლიგაზე და შემდგომ სხვადასხვა ტურნირში, იქნება რა ხდებოდა, იცი თქვენ? რას ამბობთ ეხლა ხვიჩა იყო ძალიან ბედნიერი იმ ცისარტყელის ფორმიანი იმ სოდომისტების ფორმით რო გამოვიდა ბედნიერი იყო ეს ადამიანი და კოცნიდა სულ იმას რა ქვია იმას მაისურს რა საშინელებაა ეს ყველაფერი და მე მგონი რომ დაფიქრება გვმართებს რა და რაღაცა ცოტა არ იყოს მე არ ვიცი ეს ქრისტიანობა არ არის ქრისტიანობით თვითონ დამცველები ესეთი ქრისტიანები მე არ ვიცი რა რომლებიც ილანძღებიან ითათხებიან და ერთი რამე მაინც გქონდეთ ბოდიში და მე თოხი მაინც გქონდეთ რაღაცა დარტყმული მიწაზე რა Facebook-ში ლანძღვისა და ხალხმა აქცია Facebook-ის სამსახურად გახვალ იმ ხან იმას გალანძღავენ ხან ამას გალანძღავენ არაფრის გამკეთებელი უკნარები და სხვისი წარმატებებით კიდე ბოდიში და ეგ გაღიზიანებულები რა